მოგესალმები, დადგა 4 შაბათი საღამოს 8-ის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგეთ ყველა ის ადამიანი, ვინც გასასწრებს შინახართ, პატიმრები, განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვისაც ბევრი ტკივილია დაგროვდა საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში და გულში და ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაღაცნაირად გულის ტკივილი გაქვთ, რაღაცა პრობლემები გაქვთ, ყველა სიხარული და რაც თავარია იმედი გისურვოთ, რომ არ დაკარგოთ, ღვთის იმედი არ დაგვეკარგოს, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში მაგიტომ ირევა, რომ ჩვენ ღმერთის იმედი არ დავკარგოთ რა და აი ჩვენ შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ, ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გვქონდეს რაღაცა, მაგრამ აი ღვთის იმედი თუ დავკარგეთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ მართლა იმ მნიშვნელოვანს კარგავთ, რისთვისაც გავჩნდით და აი ეს არ დაგვეკარგოს, აი ყოველთვის ეცადეთ რა აუცილებლად და ეს თქვენ პირველ რიგში თქვენ ცხოვრებას გამოადგება და თქვენ გამოგადგებათ. და იმ მისიას რისთვისაც გავჩნდით, ხოლო დღეს მყავს მამა პეტრე ძინძიბაძე და რასთან დაკავშირებით მყავს ნახეთ. ხშირად არის ხოლმე რომ ზეციურ კანონებს აქაური კანონები ვერ ემთხვევა. მე ვარ ძალიან მოწინააღმდეგე ხშირ შემთხვევაში რომ აი ადამიანებს სიტყვაზე ციხეში უშვებენ, ადამიანებს რაღაცას აჯრას ადებენ, რაღაცა. მე ამ ყველაფრის მოწინააღმდეგე ვარ საერთოდ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ადამიანი რაღაცნაირად უნდა მისცე რაღაცა შანსი, რაღაცა, მაგრამ აი ჩვენ თავს თუ რატო დაუშვა ღმერთის დაშვების გარეშე ხო არაფერი არ ხდება. ის განსაცდელები, მაგალითად, ზოგი საპყრობილეში ვარ, ზოგი უცხოეთში ვარ, ზოგი უბრალოდ კანონებმა შეებოჭა და ასე შემდეგ. აი რატო დაიშვა ეს ყველაფერი ჩვენ თავს და აი ამ სახელმწიფომ რატო გამოიგონა სიტყვა სახელმწიფო სოფლიომს აქაური კანონები და ეს კანონები რატო ბატონობს ადამიანზე და არ კანონობს ზეციური არ ბატონობს ზეციური კანონები, ამასთან დაკავშირებით მე ვკითხავ მამა პეტრეს, დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მობრძანებისათვის და რატო კანონობს მამა ადამიანის თავზე უფრო აქაური კანონები ვიდრე ზეციური? დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა ტელემოყურებელს. ჩვენ წინა გადაცემაში შეგვპირდით, რომ აი ამ საკითხებზე ვისაუბრებდით, აი როგორ მიმართებაში არის საეკლესიო კანონები, როგორ მიმართებაში არის იურისპრუდენციის კანონები. აი ამ საკითხების განხილვის დროს მე ვეცდები რომ მაყურებლისთვის გასაგები რო იყოს სხვადასხვა ასპექტებით მიუძგები ერთი და იგივე საკითხს. მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. თორე ისე იმ კანონებს იმ სიღრმეებს ვერ ჩავწუდებით. და იქნება ზერელი, როგორც აქამდე ყველაფერში სამწუხაროდ ხშირად ზერელები ვართ და ბევრ მოვლენას, ბევრ ცივად განვიხილავთ. ხო, აი ზერელეთ რა, აი ჰარალესთან და იმიტომ ჩვენ არ გვეკუთვნის მამაო და აი შევეცადოთ, მაშინ ეს გთხოვთ, რომ შევეცადოთ, რომ ისე ცივად არ განვიხილოთ. არა, ცივად არა. ის ადამიანი, ვისაც ეს ეხება. არა, ყველას გვეხება ეს. ყველას ხო, რა თქმა უნდა. არავინ არ იცის ვის რა გვეხება და როგორ გვეხება და მით უმეტეს ხვალინდელი დღე. რა არის იცით? არის ნებისმიერი საკითხის სამი ასპექტით. ხო. სტრატეგია, ტაქტიკა და ტექნიკა. ეხლა ეს მარტო ეკლესიაში კი არ ხდება, ეს ხდება მეცნიერებაში, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ოჯახშიც. რა თქმა უნდა. და ყველგან. ეხლა რო გასაგები იყოს, ეხლა შეიძლება ჩვენ გვესმის ეს რას ნიშნავს სტრატეგია, ტაქტიკა და ტექნიკა. ის სამხედროშიც იგივეა და ყველგან იგივეა, მაგრამ ეს რო გასაგები იყოს, ახლა ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, აი სტრატეგია რა არის? აი ჩვენ გვინდა სახლი ავაშენოთ. ხო. როგორი სახლი? სახავთ სახლი, საცხოვრებელი, სტადიონი, ეკლესია თუ რაღაცა უნდა ავაშენოთ. აი ეს არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიღაცას ვირჩევთ. ეხლა მეორე ტაქტიკა არის რა? აი ეს რომელიც ავირჩიეთ ტაძარი სიტყვაზე როგორი იყოს, რა ზომები იყოს, რამდენი კარები ქონდეს, რამდენი ფანჯარა ქონდეს, ჯვარ-გუმბათოვანი იყოს თუ ნავისებური იყოს, თუ ეს არის უკვე ტაქტიკა. აი ტექნიკა არის, ახლა რითი ავაშენოთ, აგურით ავაშენოთ, ქვით ავაშენოთ, ცემენტი, იქ კარებები რითი იყოს და რაღაც. აი ყველა საკითხი არის, მთავარი საკითხი არის სტრატეგია, მეორეა ტაქტიკა, მესამე ტექნიკა. ჩვენ არა მარტო მშენებლობას, ასევე ჩვენი ისტორიასაც რო გადავხედოთ, ჩვენ სტრატეგიულად ვერ შევაფასეთ რა იყო 9 აპრილი.
ტაქტიკურად და ტექნიკურად ვიხილავდით, რომ ისინი მოვიდნენ ესქნეს, ისქნეს, მაგრამ რა იყო, რატო იყო, როგორ იყო? ამიტომ ხო, რა შედეგი დადგა? ვერ გავაკეთეთ. ვერ დღემდე არ არის. თქვენ არც კი იცით, რამდენი კაცი დაიღუპა ცხრაბლის. იცით? არ იცით. მეტად ბევრი. ხო, აი მე ზუსტად გეტყვით 10 წლის თავზე მე მიმყავდა გადაცემა ევრიკაში ტელევიზიაში და იმ დღეს ამერიკის ხმამ გამოაცხადა რომ 100 კაცი დაიღუპა. აქ 29 მახსენებთ 23. ხო, ესე იგი 100 კაცი დაიღუპა. და ჩვენ ვიცით მისი ნაწილი დაიღუპენ სხვაებიც. ჯარისკაცები, ვიღაცები, იქ მეორე მხარეზეც დაიღუპა ხალხი. მაგრამ ხო დაიღუპა. ბევრი რამები არ ვიცით. მაგრამ მოდი ახლა ამას თავი დავანებოთ, ყველაფრის თორნას ვერ შევძლებთ. ახლა რა განსხვავება ეკლესიურ და იურისპრუდენციის? ჯერ მოდი კანონი რა არის? არის ბუნებითი კანონები. აი, რა ვიღოთ ქვას ხელს გავუშვებ, ჩამოვარდებ. რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, ეს ხო არ გაფრინდება გვერდზე და არც მაღლა არ წავა, ხო ესე? ასეთივე კანონები არსებობს ადამიანის ცხოვრებაში. რომ ბავშვი რო დაიბადოს, ამისთვის არის დედა და მამა საჭირო. ისე ვერ დაიბადება, ხო? იმისათვის რომ საჭმელი ვჭამოთ, პირით უნდა ვჭამოთ, ხო? ახლა რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, თვალებით ვერ შეჭამ საჭმელს, ხო? ეს არის კანონი, ესე იგი, არის ბუნებითი კანონი. ხოთა შორის დიეტაზე რო ვარ ხოლმე მიჭამია თვალებით, იცი? რამდენჯერ გამივლი ეს. სურვილებს ხასაქვი. თუ გამძღარ. ხოლმე მარხვაზე რო ხარ და კაი გოჭიროდეს და ისეთ შემიჭამია რომ იმის იქით. თუ გამძღარ ხარ. თუ ვინმეს ეჭამა, ეგრე გემრიელი. ხო, კი ბატონო. ეს თქვენი გამონაკლისი ის არის. ძალიან ჭირია, ფაქტია კითხი. ესე იგი, არის ბუნებითი კანონები, მაგრამ არის ხელოვნური კანონები. რომელიც ჩვენ ვიგონით რაღაც საკითხზე შევთანხმდებით. რომ დილით რო გაიღვიძებს ადამიანი, პირი უნდა დაიბანოს. ეს ნორმალური ესა ბუნებითი კანონი არ არის. ჩვენ იმიტომ ჩვენ გვჭირდება და ვაკეთებთ ამას. მე ამ საათზე საჭმელი ვჭამოთ, მე სკოლაში წავიდეთ, მე ესე ვიმუშაოთ, ეს არის წესები, კანონები კი არა, წესებია, რომელიც ჩვენ შევქმენით ჩვენთვის, ჩვენ სასარგებლოდ. მოვირგეთ. ხო, იმიტომ რომ ნახეთ რომ თურმე ასე თუ მოიქცევი, კარგია. მაგრამ თუ არ მოიქცევი, ისევ შენ დაზარალდები, ხო? მაგრამ იმ კანონს ვერ გადაახტები, კანონი რომელიც ბუნებითია. და ასეთი ბუნებითი კანონები მოგცა ღმერთმა. ადამი და ევა რომელიც გამოუშვა 64-დან, ისინი ჯერ განუვითარებლები იყვნენ თავისი ცოდნით, ინტელექტით და ბუნებასთან სუსტები იყვნენ. ამიტომ ღმერთმა მათ მისცა გამზადებული კანონები ზეციდან. გამზადებული, იმას არ ჭირდებოდა. როგორც შობეს მაინც ეწოდება. ხო, რა თქმა უნდა, ახლა აბა აი მაგალითს გეტყვით, მე ცოტა გვიან გეტყვით იმ რაღაცებს. და ადამიანის მოდგმა რომ განვითარდა ცივილიზაცია, ნელ-ნელა ეს კანონები, შემეცნებული კანონები, რომელიც ჩვენ შევიცანით, ნელ-ნელა უახლოვდება იმას. ესენი ადრე თუ გვიან დაემთხვევა ერთმანეთს. ადამიანის მიერ შემეცნებული კანონები და ღმერთის მიერ ნაჩუქარი კანონები. მაგრამ ჯერ შორს არის ესენი ერთმანეთთან არ არის და ამიტომ მთელი ალიაქოთია მსოფლიოში რომ ეს ჯობია ეს კანონი ის ჯობია, ამიტომ პარლამენტები იღებენ, მეცნიერებათა აკადემიები იღებენ, მეცნიერები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და იცვლება ეს კანონები და იხვეწებოდა თანდათან რაღაცისკენ მიდის, მაგრამ ესენი ადრე თუ გიან შეთანხმდები. აი ღმერთმა რომ გამოუშვა ადამი და ევა 64-დან. მათ კანონები არ ქონ თავისუფლები იყვნენ. სრული იგნორი იყო, კანონი არ იყო. ვისთვის უნდა გამოყენებულიყო და აი პირველი კანონები შემოვიდა ნოეს შემდეგ. რომ რაღაცეები აუკრძალა. და ესე იგი რა მოხდა რომ ღმერთმა ადამიანის ადამ და ევასაც ხო კანონი იყო, მამო. არა, ის 64-შია, მე 64-ში არ გეუბნები, აქეთ უკვე რო 64-და რო გამოვიძე და ღმერთმა შემოუხაზა ნოეს რაღაც წრე და უთხრა რომ აი ამ წრეში ჩაეტიეო, არ გამოხვიდე გარეთო, ამ წრით იცხოვრეო. ამ წრეში იყავიო.
შემდეგ უფრო რთული და ძნელი კანონები უკვე მოსეს დროს შემოვიდა. და ეს წრე უფრო პატარა იყო, ნოეს წრეში კიდე შიგნით იყო შემოხაზული. რთული იყო, უფრო ძნელი შესასრულებელი იყო. შემდეგ, როდესაც ქრისტე მოვიდა, ქრისტიანებს უფრო რთული და ძნელი კანონები აქვს და უფრო პატარა წრე მოიხაზა შიგნით. და ბერმონაზვნობას კიდე უფრო რთული კანონები აქვს და უფრო პატარა წრეა შიგნით კიდე ამაში. ეხლა რა განსხვავებებია ამათ შორის, ამ წრეებს შორის? ესე იგი, საქმე რაშია, რომ აი ამ წრეში ღმერთმა ხო უთხრა ნოეს, რომ აქ იყავი, მოსესაც უთხრა აქ იყავი, არ გახვიდე გარეთ, ესენი დაიცავიო. ქრისტიანობამაც კიდე დავაწესა რაღაც კანონები, რომელიც რთული და ძნელი იყო, ვიდრე ძველი აღთქმის კანონების შესრულება. და ბერმონაზონი კანონი კიდე უფრო რთულია და ძნელია. და იქით არ უნდა გახვიდე. შიგნით იყავი ამ კანონებში. აი ახლა ჩვენ უფრო გასაგები რო იყოს, დაუბრუნდეთ მოსეს კანონებში. ერთი მაგალითს გეტყვით, რომ ღმერთმა აუკრძალა ისეთი ცხოველების ჭამა, რომელსაც შლიკი გახლეჩილი აქვს და არ იცოხნება. მაგრამ რომელსაც შლიხი გახლეჩილი აქვს და იცოხნება, იმის შეჭამა შეიძლება. ესე იგი, აქ არის ლაპარაკი ერთ მხარეზე ღორზე და მეორეზე ძროხაზე. ღორი არ იჭმეო და ძროხა იჭმეო და რატო? ძროხა ბალახს ჭამს, იცოხნება. და ის საშიში არ იყო ადამიანს, რომ ეჭამახო, მისი ხორცი მოეხარშა. მაგრამ იმ პერიოდში ღორი ველური იყო და ღორი ლეშსაც ჭამს. ამიტომ ის დაავადების მტარებლები იყვენ. და ამიტომ აუკრძალა, იმიტომ კი არა აუკრძალა, რომ ვერ მოკლავდნენ და ვერ მოხარშავდნენ, მაგრამ ისევე მათთვის. ხო, ისევე მათთვის, რომ ისინი გადარჩენილიყვენ, არ ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ პეტრეს უკვე მიცა ამის, შენ თუ აკურთხებო, ყველაფრის ჭამა შეგიძლია, იმიტომ რომ ამ კურთხევით შენ ანეიტრალებ მის დაავადებებს და ავატყუებ და გადაცა არ იქნება საშიში და ასეთი მაგალითიც მოხდა მე შემდეგ. ეს ჯერ კიდევ მე-4 საუკუნე სადამ ქრისტიანობა აი ამ პერიოდში ბასილ დიდი და ისინი ცხოვრობენ, მოღვაწეობენ. ერთ კაცს ბიზანტიის იმპერიაში მოუნდა რაღაც მიზეზი რა იყო და უბრალოდ მამები აღწერენ ამ მდგომარეობას, რომ თავის მოკლა მოუნდა და მივიდა აფთიაქში და უთხრა შხამი მინდა და უნდა თავი მოიკლა, იმათ მაშინა ასულად არ ენაღლებოდა სიცოცხლე მონათმფლობელობა იყო და მიცეს რაღაც შხამი. წავიდა დალია და არ მოკვდა ეს კაცი. მეორე დღეს მივიდა და რა არის რა ცუდი შხამი მომეცითო ეს. უფრო ძლიერი კიდე დალია და არაფერი არ მოუვიდა. მეზო გაეჩხუბა რა არის რატო არ მკლავს თქვენი კაცო ყველას აკლავს და შენ რატო არ კლავს გაუკვირდა წივად. თურმე რა ყოფილა? რა მოხდა? ეს კაცი ყოფილი მორწმუნე ყოფილა. ეკლესიურად ცხოვრობდა და ყველა ჭამის წინ და დალევის წინ ლოცვას ამბობდა და აკურთხებდა თავის საკვებს და ლოცვა წარმოსთქვა, აკურთხა ეს შხამი და დალია და განეიტრალდა ის შხამი. ამხელა ძალა. ვებერთელა ძალა, უდიდესი ძალა. იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ აი ნაკურთხი ღვინო, ნაკურთხი მარილი, პური და ეს რა ნაკურთხი ღვინოს რო დალევს კაცი აღარ გაგიჟდება და წყნარად იქნება და შეერგება და კაი ხასიათზე იქნება და უკურთხებელ ღვინოს რო დალევს მე აურევს და თავის ოჯახის წევრებსაც შეიძლება დაერიოს ხო და ვეღარ გააკონტროლოს თავი. ამიტომ არის ეს კურთხევა, სახლის კურთხევა, მანქანის კურთხევა და ყველაფრის იგივე კურთხევა არის, ნათლობა კურთხევა, რომ დაცული იყოს ღვთისაგან, ჯვრისწერა კურთხევა, თავის ფარველი მიცვალებულ და აუარებელი გზის გზაზე მოგზაურობის და ასე შემდეგ. ესენი ყველაფერი კურთხევა, რითიც იცავ. უკვე ღმერთმა ამხელა ძალა მოგცა ჩვენ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, ძველ აღთქმაში ეს არ შეიძლებოდა, ვერ აკეთებდა, იმიტომ რომ მაშინ ღმერთი ცხადად არ იყო მოსული ჩვენთან. აი ეს კანონები,
ესე იგი, ამ კანონებს ჩვენ არ უნდა გავცდეთ გარეთ. აი ეს არის ქრისტიანული წამსი და არსი. ჩვენი საეკლესიო კანონების. ეხლა რაც შეეხება იურიდიულ კანონებს. აღმოჩნდა რომ იურისტებმა თქვეს, კაცო, თუ შენ არ გიკრძალავს, ბერჯერ ყოფილი, მოდი ცოტა ხანი ერთი წამით ყოფილა მრევლი მოსულა და აი ეკლესიურად მინდა ვიცხოვრო და ვეკითხებით ხოლმე ჩვენ მოძღვრები რომ სიგარეტს თუ ეწევი. არა ვეწევიო მაგრამ იქ სახარებაში არ წერია რომ არ შეიძლება. შეგი სახარება მოყავთ მოწმეთ რომ თურმე არ წერებულა მაშინ არ იყო ეს. სიგარეტი არ იყო. აქ ხომ მაინც დამოკიდებულებაზეა ხო საუბარი. მაშინ საერთოდ ეს წარმოდგენა არ იყო. ხო. და ეს სიგარეტის მაშინ ვიტყვი მაგასაც რომ საიდან შემოვიდა ესენი როდესაც ხო ვიცი კოლუმბი ჩავიდა ამერიკაში და ამერიკო ვესპუჩმა მოაღმოჩინა და ინდიელები აღმოჩინეს და მე კორტესმა აოხრა იქა და იქ ნახეს რომ ინდიელები თავის რიტუალს ასრულებდნენ ეს რიტუალი რა იყო იგეთი საცეცხლურივით იყო ჩიბუხივით იყო გაკეთებული ჩაყრიდნენ შიგ რაღაცას და აბოლენი თავის რიტუალს აკეთებდნენ ისინი კი არ შეიწოვდნენ ამ ბოლოს პირიქით უშვებდნენ და უკმევდნენ ჩვენც აგვაქვს ლოცვა როდესაც საცეცხლოს აიღებს გრძელი და დააყრის საკმეველს უფალო ღმერთო ჩვენო შეიწირეს საკმეველი ესე საყნოსელად კეთილ სურნელებისა და გარდამოგვივლინე მადლი სულისა შენისა წმინდის ესე იგი ერთ შემთხვევაში და მეორე ეს იყო რიტუალი ახლა ევროპელებმა რომელმაც არ იცოდნენ რისთვის იყო რას აკეთებდნენ ეს ინდიელები ვიღაცამ შეიწონა მოეწონა და გადმოიღეს და დაიწყეს და უაზრო რამეები და მე ახლა კიდე რა მოყვა ამას ესეც ჩემზე კარგად იცით თქვენ და ხო მოკლედ იურისპრუდენცია გეუბნება რომ შენ თუ ამას არ დაარღვევ აი ამ შემოღობილს ხო გადი რა გენაურ ნუ გეშინია აი ისე მაგალითად ძალიან მარტივი მაგრამ კარგი მაგალითი მიდიხარ გზაზე მანქანით და რაღაც ნიშნებია საგზაო ნიშნები და გინდა მოხვევა არ არის ამ კრძალავე ნიშანი ესე იგი თუ ამ კრძალავე ნიშანი არ აქვს შეიძლება გააკეთო აი ეს პარალელური შეიძლება დაუშვი ხო იმას იგი თუ კი არ გიკრძალავს ღმერთიო გააკეთე რაც გინდა მაგრამ არ შეიძლებოდა ღმერთს ყველაფერი ჩამოეთვალა არც ნოესთვის არც მოსესთვის არც მოციქულებისთვის არც ბერმონაზვნების და არც დღევანდელი საზოგადოებისთვის და თუ ჩვენ გადავხედავთ და ვინახავთ რომ საბჭოთა პერიოდში აი კანონები შედგება არის კონსტიტუცია არის შრომის კოდექსი არის ოჯახის კოდექსი არის საპროცესო კოდექსი არის სისხლის სამართლის და ძალიან იმდენია რომ თვითონ იურისტებისაც უჭირთ თამაში გარკვევა და ცალკეულ იმაში და სპეციალდები მიმართულებები აქვს რა ყველა თავის სფეროში ხო და რა უნდათ ვერ გამოდიან ესე იგი თუ შენ ის არ გიკრძალავს შეიძლება გააკეთო და აი ამის საფუძველზე საბჭოთა პერიოდში კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები იყო ძალიან მცირე 300-მდე იყო მერე გახდა 400 მერე 500 720-ია მე მგონი თუ არ ვწდები არ ვიცი შეიძლება ვწდებოდე კიდევაც მაგრამ ძალიან რატო იცით რომ ეშმაკმა ისეთი ქმედობები მოიგონა რომელსაც ადამიანი ვერ ვფიქრებდა და ჩაგვიყარა დაგვიყარა და ჩვენც გვიხარია დავყევი და ეს ამდენი კოდექსი შეიქმნა ყველა ძალიან ბევრი იმდენი რომ ეს არ გამოილიო პირიქით პროგრესულად გაიზრდება კიდე მაგრამ ის მცნებები რომელიც უფალმა ღმერთმა მოგცვა ათმცნებაში ყველაფერი ეტევა შიგა ეტევა იმ ათმში ეტევა ყველაფერი ვერც ერთი სხვა აი რომელი კოდექსიდანაც არ უნდა ვიყოთ ნებისმიერი მუხლი იქ განმარტებულად შეგვიძლია შევადაროთ და დავინახავთ რომ არ შეიძლება აქედან გამომდინარე ჩვენი მისწრაფება და განვითარება
უნდა იყოს არა კოდექსების მუხლების იმაში, არამედ თვითონ იურისტებთან მქონდა მე ამ საკითხებზე ლაპარაკი, თეორეტიკოს იურისტებთან, რომლებიც აი ამ ფილოსოფიურ საკითხებზე და იურისპრუდენცია მისწრაფისო ბუნებითი კანონების მიახლოებისკენო. მისწრაფ უნდა, მაგრამ ვერ ახლა აი რო გინდა და გაგიქცევა წინ გაგირბის რაღაც. აი ამიტომ ეს კანონები განსხვავებებია. განსხვავებებია და აი ჩვენ დღეს აი აქ არის ერთი მცნება უნდა განმარტოთ აუცილებლად. ჩვენ ხო გვაქვს ჩვენი თავისუფლება გვაქვს. თავისუფლება იმას კი არ ნიშნავს რომ მე რაც მინდა ის ვაკეთო. ჩემი თავისუფლება მე რის უფლება მომცა ღმერთმა, რის უფლებებში ვზივარ. თუ მე ამ უფლებებიდან გავედი, უკვე ვარ ღვევ კანონს, ღმერთის კანონებს ვარ ღვევ. თუ მე ღმერთის კანონს დავარღვევ, მე აუცილებლად ვარ ღვევ უკვე იურიდიულ კანონებს. არა, რაღაც იშვიათი გამონაკლისიც არის ამ. არა, რა არის იცით? ეხლა პირადი ცოდვა, რომელიც სიტყვაზე დილას ღმერთის კანონი დავარღვიე და ლოცვა არ წავიკითხე ან მარხვაზე არის მას ვქენი. არნიშნავს რომ იურიდიული კანონიც ირღვევა. არა. ხო? იურიდიული კანონი ან იურიდიული რადგინდა ან ღვთის კანონი რადგინდა თუ შენ კარგად არ იქებ. შენ ამას იყენებ იმისთვის რომ შენ იყვე კარგად. აი ჩვენ ცოდვებს რომ ეს იურიდიული კანონები გთხოვენ თუ შეიძლება. რაღაც ცოდვები არის რომ ადამიანის თავის გაჭირვება. რა არის იურიდიული კანონით კიდე ასამართლებს იჭერდა პრობლემას. აქ არის ჩემო ერთი ფაქტორი რომელსაც ჩვენ არ საუბრობთ. ახლა გეტყვით რომ ნებისმიერი ქვეყანა რომელიც იყო ალექსანდრე მაკედონელიდან დავიწყოთ თუ იქით არ გვინდა წავიდეთ ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ კონსტანტინე დიდი თუ გინდათ თუ გინდა ჩვენი დავით აღმაშენებელი ვახტანგ გორგასალი ისინი ამ კანონებს ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებდნენ სჭიდნენ ვიღაცებს ბევრსაც თავსაც აჭრიდნენ გიორგი მესამემ თავის მიშვილს თვალები დათხარა დემნას. ეს რა ქრისტეს კანონი იყო და ქრისტეს კანონი დაიცვა? ძალაუფლება ყოველთვის ძალმომრეობაზეა აგებული. ხო, თავისას ზუსტად მაგას ვამბობ. გერევი რა ძალით. ხო, კანონებით მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. დათვი რომ ბაბაია უნდა უძახო, ან თუ შენ არა გაქვს იმის თავი რომ იმას მოცილდე და გადაირჩინო თავი, ნუ ეცადე რომ არ ჩაიდინო. ხო. ნუ ეცადო რომ კანონებმა იურიდიულმა კანონებმა ქრისტე იგი ჯვარსაცვა, ხო? კი ბატონო, ის იმათი კანონი იყო ბჭყალებში. კანონი იყო, ხო? ხო და მერესტორი იყო? იმათ უნდოდათ ის რა არის იცით? ეხლა ჩვენ თუ არის ესეთი საკითხები ნებისმიერი ქვეყანაში წამოგიყვანე ჩემსკე რა მაინც რა მე ხო ამათკენ ვარ ნებისმიერ ქვეყანაში კანონები რო იქნება იურიდიული კანონები თუ ღრმად ისწავლი ამ კანონებს დაინახა ამ კანონების გვერდისავლად შეიძლება იგივე კანონებით ხო ერთმანეთს ხო ერთდროულად ქვეყანაში ხშირად იყო აი საბჭოთა პერიოდში იყო არაშრომითი შემოსავლის და სპეკულაციები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ რომელსაც უნდათ მოგიყენებდნენ როცა უნდათ იმას მოგიყენებდნენ ეს კანონები ყოველთვის იყო და ყოველთვის არის აქ არის დამოკიდებული იმაზე თუ ვინ არის ხელისუფლებაში როგორი დამოკიდებულება აქვს მას ღმერთთან და ეს თავისუფლება რომელსაც ჩვენ გონია თავისუფლება აღვირახსნილობაში არ უნდა გადავიდეს. აი, როდესაც აღვირახსნილობაში გადადის, მე ხდება ძალიან დიდი კონფლიქტი. მე ვიცი თუ არა ჩემი უფლებები, მე ვიცავ თუ არა ამ უფლებებს. ჩემი უფლებებს რომ აი ამ წრიდან არ გავიდე. მე თუ გავალ წრიდან მე აუცილებლად მოხდება ხელისუფლებისგან თუ არ მოხდება, ღმერთისგან მოხდება. და რა თქმა უნდა ჯობია ღმერთის აგეშინოდეს რომ დაზღვეული იქნები რომ ხელისუფლების ძალაუფლებისა და ძალისგანაც დაცული იქნები
იმიტომ რომ როცა უნდათ მოგიყენებენ იმას და რასაც უნდათ. მოდით რა, აი ძალიან დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე და თანასწორობაზე, ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა. კარგია, გვინდა. საბჭოთა ხელისუფლებასაც უნდა ყოფილიყო, ვერ შეძლო. ამერიკაში ფილმები ნახოთ ხალხო. ის ფილმებს რომ ნახოთ, დასკვნები გამოვაკეთოთ, ვინც ვის ერევა ისე არის, ის არის კანონიც ის არის, ძალაუფლებაც ის არის და გინდა ევროპული და გინდა ამერიკული და საიდანაც ძალა აღმარცხნავს. მაგდანაც ლურჯა ტყუილი კი არის უყურებს. თუ შეიძლება მამა, აი რატო უნდა ვიცი, აი მაგალითად კანონებმა ჩაგვსვეს, ხო? და უსამართლოდ ჩაგვსვეს თუნდაც. ან უსამართლობა არ არსებობს პრინციპს ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველაფერი იმიტომ ხდება ჩვენი ცოდვების გამო. შეიძლება იმ წამს უსამართლოდ იყო დაჭერილი, აი მაგალითად ვიღაცას ჩაუდეს იარაღი, ვიღაცა რაღაც სადღაც დაიჭერს, მაგის ის არ არის. იმ წამს კანონებით უსამართლოდ იყო შეიძლება დაჭერილი, მაგრამ სადღაც რომელიღაცა კანონს, რაღაცა ცოდვა, სადღაც ხო გამოაპარე. ანუ ყველა ვარიანტში ერთიანში ხო მაინც რაღაცა კანონი აღსრულდა. ხო აი სადღაც ხო იყავი, აი სადღაცა რო გააფუჭე და რო გამოეპარათ, ხო? ამ შემთხვევაში მამა ჩვენ ეს სიმძიმე იმ პატიმრებმა როგორ გადაიტანონ მამა, იმიტომ რომ პატიმრობა საშინა იყო, ბევრი მოციქული, წმინდა გიორგი იყო, მაცხოვარი იყო თვითონ. აი რა უნდა, აი რა იცით რატო მამა, აი მე ყველაზე მეტად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ადამიანებს აი პატიმრები რატო ჩემთვის მნიშვნელოვანი რატო არიან, რომ მათ ამამო არავინ არ ეკითხება, რომ ეს რატო დააშავა. აქამდე რა მიიყვანა, მიხვდით მამაო, ყველა უბრალოდ დაურტყავს რაღაც იმ ჩაქუჩს და იტყვის, რომ აი შენ 5 წელი, მაგრამ იმას არ უყურებს, რომ იქ შეიძლება შვილი ყავს, იქ დედა ყავს, იქ ვიღაცა გამწარდება. მიხვდით? კი, გასაგებია, რაღაცა არავინ არ არის შეუცდარი და ვიღაცა შეიძლება დააშავოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ჰუმანურები ამ საკითხთან მიმართებაში, რომ ადამიანის სულს ეხება და სიცოცხლეს მამაო და ცოდო ეხა ადამიანი მამაო რაღაცა ჭუბის გამო 9 წლიდან 11 წელს რომ ისწევდა 19-ის როა და 30-ის გამოდის, ხო? წარმოიდგინე ხა შენ კი იქნები მშვიდად გონია, მაგრამ აბა იმის ცხოვრება და იმის ოჯახის ცხოვრება წარმოიდგინეთ, მამა. აი თუ შეიძლება მამა, აი აქ ხო ღმერთის რამხელა ჩემო გიორგი, მე სამწუხაროდ ძალიან ბევრი პატიმარი მინახია. ძალიან დიდი რო იტყვიან სროკზე ყოფილი 45 წელი რო ციხეში იყო და ასობნიაკები 20 წელი რომ ზიარ მინახიაო და აი მათი ფსიქოლოგია და იმას სწავლობდი და ხედავდი და დღესაც ბევრი არის მე ახლა იმდენი მაგალითების მოყვანა შემიძლია ძალიან ბევრის რა რომ აი 4 თვე საქართველოს კოდექსში ციხე არ არის მისაჯელი მიუსაჯეს არ არის ესეთი ის და პრეზიდენტმა შეწყალებაზე გაუშვეს და არ გამოუშვეს ქაღალდზე მოაწერე ხელი და შეეშინა ახლა ისეთ რამეზე არ მომაწერინა ხელიო რომ მე ცარიელი ქაღალდ დაწერა და კიდე რაღაცა და არ ამ დროს თურმე ხელი უნდა მოეწერა სახში წასვლას კიდე ერთი თვე დააპყოვნეს არიან ესეთი ადამიანი ხა ყველა ჩვენა ერთ ქვაბში მოუხარშავთ არის კარგის და ცუდის მაგრამ ერთი მაგალითი მინდა ბიბლიიდან გავიხსენოთ ჩვენ იაკობ წინასწარმეტყველი აბრამს ყავდა ისაკი და ისაკის ყავდა იაკობი და ყავდა 12 შვილი და ძმებმა უღალატეს ერთ ძმას და გაყიდეს ჯერ ვითომ მოკვდა მამას უთხრეს და გაყიდეს ეგვიპტეში გავიხსენოთ 10 წელი წყევობაში იყო დიდებით რომ მოbrunდა და ამათო შეეშინდა კი ბატონო ხო რა არის იცით ხშირად არის რომ ეს ჩვენი განსაცდელი შემოწმებაა ჩვენი კაიკაცობის და თუ ჩვენ ამას კარგად გაუძლებთ ის აუცილებლად კარგად დამთავრდება აუცილებლად კარგად კი შეუმსწრები არავინ არ ვართ ახლა ადამიანები ვართ მეტნაკლებად გვეშლება მეტნაკლებად მალავთ ჩვენ ცოდვებს არ ვამჟღავნებთ და თავი მოგვაქვს კარგ კაცებად და ქალებად და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ ხო ვიცით შიგნით რა ვართ. აბა რა, რა თქმა უნდა. შეიძლება ადამიანი, რომელმაც შეიძლება ჩვენზე სუფთა იყოს და კარგად კაი კაცი იყოს და კარგი ადამიანი იყოს, მე ასეთ ძალიან ბევრი მინახი. ძალიან ბევრი მინახი, კაცის და ქალიც. მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი აი როგორც იობმა წინასწარ გაიარა განსაცდელი
და როგორც იოსებმა გაიარა განსაცდელი და მე ფარაონი გახდა, რეალური ფარაონი იყო ეგვიპტისა. შეიძლება ესე დაგვიბრუნდეს ეს ყველაფერი. და ბევრი კარგი პიროვნება, პოლიტიკოსიც, ბიზნესმენიც, მუშაც, ხელოსა, კარგი მამა, კარგი იქიდან გამოსულები უკეთესები ხდება, იმიტომ რომ დაინახეს რა არ უნდა გააკეთონ. რა როგორ უნდა გეეკეთებიათ, რა როგორ ჯობდა. ეს ხანდახან არის ხოლმე ჩვენი ისევ გადაფასება ხდება. ხო, რა თქმა უნდა ხდება, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ იქამდე არ მივიდეთ. იქამდე არ მივიდეთ. არ დავემძიმოთ ჩვენი ცხოვრება. აბა, ეხა ისე არის ჩახლართული, რომ შეიძლება მე დამიჭირო ლამის. ხო მიხვდით, აი ისე არის, საერთოდ სისტემა ისე არეული არის. გონზე არ არიან, მამა, ისეთ კანონებს აქვს. ეხლა რა არის იცით? როგორ შეიძლება? აი შეიძლება უბრალოდ აი რაღაცა უბრალოდ რო იკითხო, რომ აი რატო გამაჩერე პატრონს რო კითხო, შეუძლია თურმე რომ გაგიშვას როგს. აი ესეთი რაღაც სისულით მიდღეს მეუბნებოდ მეცინებოდ. არ ვიცი მე ჯერ ასეთი რამე. წინააღმდეგობაში ხო თქვენ არც მე არ შეხვდება, მაგრამ ანუ შეიძლება აი შეუძლია რომ გადამეკიდონ სიტყვაზე. წარმოგიდგენთ, მაგრამ ესეთი რაღაცები არ შეიძლება თორე რა თქმა უნდა ხა ადამიანი დიც რო აშავებს, აბა რა უნდა ქნა. უბრალოდ რომ დასაფიქრებელი დრო მიეწეს რაღაცა საკითხებში შეიძლება რომ იცით ეს ჩვენი შეცდომები და ეს აქ არის რა ასე ქრისტიანული ეკლესიური მიდგომა ის არის რომ შენ არ დაუშვა შეცდომა, არ გადააბიჯო იმ წითელ ხაზს. ხო. არ გადააბიჯო. მოთმინების რაღაც საზღვარი, რაღაცა უნდა მოითმინო. რამდენჯერ ყოფილა ოჯახის დედას, მამას, ძმას, დას, თუ ახლობელს, თოვლს, თუ ქმარს დაუმსახურებლად გაულანძღი ხარ და შეუთქვია რომ აი ეს რატო კენი ასე ამ დროს არ გაგიკეთებია ის მაგრამ ითმე ხო იმიტომ რომ კონფლიქტი არ წავიდეს და კიდე უარესი არ მოხდეს მე რაღაცის მოთმენის უნარიც უნდა კონდეს ნებისყოფა კონდეს და აი როდესაც ამაზე ააწყობ ადამიანი და ღმერთს მიადილით რომ ადგები და კი არ უნდა გავარდეს სადღაც სამსახურია თუ რაღაც ილოცე და წადი მე ზაცული იქნები რა მართლაც თუ არ გააკეთებ ახლა რომ ადგები დილით ახლა ბოდიში და ტრუსიკი მაიკითხო არ გაერბი ხარ სამსახურში ხო ჩაიცო ბიჟდაიბან შეჭამ რაღაც სულსაც ჩააცვი ლოცვა ხო და ეს თუ სხეულს ჭირდება სულ საფრო არ ჭირდება ჩვენ ხო სულიერები ვართ 5 წუთი როგორ უნდა დამეზაროს იმისთვის რომ მე დღეს კარგად ვიყო და საღამოს მე მადლობა უთხრა ღმერთს უფალო შენ რო შემეწიე და ამაცილე განსაცდელი და რაღაცა და რამდენჯერ ყოფილა რომ აუ როგორ გადავრჩი ავარიასა თუ ჩამოვარდნასა თუ აგაცილა ღმერთმა მაგრამ მადლობა აღარ უნდა უთხრა სწორედ 100% ხო და რატო კაცო რატო სხვა ხო არ ჩემთან ხშირად მოსულან ადამიანები და მამა მომიხსენეო ლოცვაში ვეკითხები ხო თქვენ ლოცულობ თქვენ არა აბა მე რატო უნდა მოგიხსენო შენ თავისთვის გეზარება შენ ჭამა და ახლა რა გამოდის მე დავღეჭო შერადგინა დავღეჭო და მე დააღუპილე ჩაყლაპო შენ და შენ ჩაგეთვალოს რატო აი შენ როცა გაგიჭირდება ლოცულო და გაგიჭირდება მაშინ მოდი და მე მთხოვე და მაშინ მეც ვილოცებ და ორივესი ძალა უფრო მეტი იქნება მაგრამ შენ როდესაც არ ლოცულო არ ჩენი თავისთვის არ ჩენი შვილისთვის არ ჩენი ცოლისთვის არ ჩენი ქმრისთვის არ ჩენი დედისთვის არ ჩენი მამისთვის ვინ გააკეთებს ამას ევროკავშირიდან ჩამოვლენ და გვილოცავენ თუ საიდან თუ ჩვენი წინაპრები კარგები იყვენ და ზოგმა იცის ხოლმე 10 თაობაში 9 თაობაში გადავაო დაგიცავს რა დაგიცავს კაცო შენ წილი გასაკეთებელს ვინ დაგიცავს შენ და გააკეთო ის გეხმარება მოგეხმარება მაშინ როდესაც მიმართულებას გაძეს მეტი რა უნდა დაგიცოს როცა შენ ცდილობ მოგეხმარები და როცა შენ წამოწოლილი ხარ ხარცეძოზე და აბა ვარსავ სათხარიძისა მომიტანეთ ჩავჭამომარტო სად არის იქ ჩავყლაპ მამა აი დანდობის საკითხი ყველგან თუ შეიძლება მამა რო გითხრათ რა აი ყველას რა დანდობა ვაშკაცობაა და უნდა შეგეძლოს აი ამ დანდობაში მამა თუ ხო და სახელმწიფოსაც მინდა რომ მოვთხოვ რა ადამიანების დანდობა მამა სახელმწიფოს ასგენო ამ კანონებს თვითონ რა ეხა მე აი იმას პოლიტიკურ გადაცემა კი ხო ხდებით ანუ აი ველურ კანონებს რომელიც ადამიანის ისე თავისი პრობლემა აქვს თუ შეიძლება მამა იმიტომ
ძალიან ბევრი ადამიანის დარდია ის რომ ამ შემთხვევაში გაიმეტეს მამაო რა. რა არის იცი ჩვენ ისევ იქ მივდივართ. ესე იგი ამ ეკლესიურ საფუძვლებს რომ მოწყდები, ხო? მერე უკვე ზედმეტად ვკაცრი ხდები რა არის იცით? ჩვენ ადამიან ღმერთმა შექმნა და მსგავსად თვისად. ხო. მაგრამ ჩვენ გადავაჭარბეთ და ზოგიერთ ადამიანს ღმერთად წარმოუდგენია თავი. განსაკუთრებით, როდესაც ცოტა სერიოზულ სავარძელში ჩაჯდება და რასაც ჩვენ დასამდაბლებლად ხდება ხოლმე. ხო, მაგრამ მე თუ დავაკვირდებით ისტორიას თუ გადავხედავ, ვინც თავი აიმაღლა, მე დაამდაბლეს. ხო. სახარება მაღაზია მეტი კი არაფერი არ არის. ვინც დაიმდაბლა თავი, აამაღლეს. და რატო კაცო რა არის? მე ამ სკამზე დაწებებული კი არა ვარ. მე თანამდებობაზეც მიმუშავია და პასუხისმგებელიც ყოფილი ვარ, მაგრამ ვიცოდი რომ იქ მე სამუდამოდ კი არ ვიყავი. გავიწყდება. ხო და აი ეს არის რომ მე გონიათ რომ რა ხარ მე მეფე ვარ. ესე იყო ისტორიაში, ხმე ახალის გამოგონება არ მინდა და ახალის ის აი ძალიან ბევრს თუნდაც ჩვენი სასიყვარულო მეფეები და შეცდომები რომ დაუშვეს, იმიტომ ვარ დღეს ამ მდგომარეობაში. ის შეცდომა, ის რომელსაც ის პიროვნება, რომელიც პასუხისმგებელია და შეცდომას დაუშვებს, მე მთელი ქვეყანა პასუხს აგებს იმას. აქ არ არის ერთი, როგორც მშობლის შეცდომაზე პასუხს აგებს შვილი. მეფის შეცდომაზე და იმპერატორის შეცდომაზე მთელი ქვეყანა. და გავიხსენოთ ისე დავითიდან, დავით მეფე რომ შეცოდა. ამოეცხადა ანგელოზი და უთხრა შენ ამ ცოდვისთვის რომ დაგჯე 7 წელი ავადმყოფობა გექნებაო და შენი ოჯახი აგიმხედრდებაო და მართლაც ეგრე იყო. ამიტომ ჩვენ საქციელს უნდა ვაკონტროლებდეთ და არ წარმოვიდგინოთ თავი უხრწნელად და შეუვალოთ რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი რას გეუბნება თავის პოეზიაში არც ვიღა არის და არც ვიღა იყოსო და თავი წარმოუდგენიათ იმათ შეუძლებელი არ შეიძლება იმაზე მეტი რაც მე ღმერთმა მომცა იმაზე მეც ვერ გავაკეთებ და მე ყველაფერი მომცა მარტო მე კი არა ყველას მოგცა მე ჩემი მეში კი არ არის საქმე შენში ჩემო გიორგი ყველას აგვოქეს და მოდი ის კარგი გამოვიყენოთ რა კარგი გამოვიყენოთ შევეხუტოთ მივეფეროთ მივეხმაროთ და მარტო სხვას კი არ შეიძლება გაუჭირდეთ ჩვენც გაგვიჭირდეს მე ისინიც მოგვეხმარებიან ჩვენ ძალიან კარგი ხალხური ფოლკლორი ქონდა სწავლება ბავშვებს გვიკითხავდნენ ზღაპრებს კარგი ისინი ეხლა ამოიღეს აღარაფერი არ არის კაცო მაჩალკევის პანჯბობი და რაღაცეები რა არის ესე უყურებენ და ვერ გაიგო როგორ იცით მამა ვიცი იმიტომ რომ შვილიშვილებსო და იმათ უყურებ რას აკეთებენ მე მაინტერესებს ისინი იმიტომ რომ არ შეიძლება იმაზე აღზრდა რა არის იქ რა უნდა ისწავლოს ბავშვი გამოდის ტერი ბავშვები დღესა უმეტესობა დაქვეითებულით არის ბავშვი კი არ არის დაქვეითებული განუვითარებელი იმიტომ რომ ბავშვისთვის არც ალია მშობელს არც ალია მასწავლებელს არც ალია არავის ძმას და ყველა თავისთვის თამაშობს მშობელს ოღონდაც არ შეაწუხო და ტელეფონის თამაში თვითონ თამაშობს და ბავშვი რაც უნდა ქნასო განუვითარ არიციან ურთიერთობა არაჩვეულებრივი ბავშვები არიან მოყავთ ეკლესიაში და იცი მამაო რაღაცა არ მოგწონსო და ხმას არ გველებო არავინ არ ელაპარაკება სახიდა რო ვის დაელაპარაკოს სწორი ბრძანდებით ტელეფონს ხორდა ელაპარაკება მართა 1000% იმ ტელეფონიდან კიდე რაც უნდათ ისეც ხდიან და ხო აჩრუნგებენ ბავშვს ისე ინფორმაცია ბავშვთან შემოდის ის მე ადრეს ვთქვი კიდე გავიმეორებ ახლა ესეთი რაღაცა რომ სოფელში თაგვი მოვკალი
ეს თავი წიგნებს მიფუჭებდა და იმაშებოდა და ინახა შვილიშვილი. თავი მოიკლა ტირილით, რატომ მოკალი ახლა? ცოდვა არ არიან, ახლა ამის შვილებიო, მშივრები დარჩება. აუხსენი ვაჩვენე ისა, ცოტა დავამშვიდე. და რამდენიმე დღის მერე ვხედავ, რომ ეს ბავშვი კომპიუტერში თამაშობს და ხოცავს ავტომატურად. მაპიკო მე ვთხარი, შენ ქრისტიანულ საფუძველზე ხარ, ჩემი შვილიშვილი ხარ. თაგვი შეგეცოდა. კარგია რომ შეგეცოდა. მაგრამ აქ რო ადამიანებს ხოცავ მეთქი? პაპო მე ვარ მოკლა ის მომკლავს. რა არის იცით? ბავშვებს უდებენ აგრესიას. ასწავლიან მოკვლას და მე გვიკვეს რატო არიან ბავშვები ასე აგრესიულები? იმისთვის არაფერი არ არის, უკვე კაცის მოკლა აღარაფერი აღარ არის. მარტო ეს კი არა, აი მანქანების წარება, უკვე გარბიან ამ ტრასაზე 200 კილომეტრი ეჯახება. ამოტრიალდება მანქანა, ჩართავენ თავიდან. რა არის იცით? აქაც შემოდის ძალიან ცუდი ნიუანსი. ბავშვს გონია რომ ნამდვილი მანქანაც რო შემოტრიალდეს, გავასწორებ და წავალ და ისა უკვე ყურადღებას აღარ იმაშვება და შეიძლება შეეჩვიოს იმ დიდ სიჩქარეს და მოახდინოს ავარ. იმიტომ კი არა რომ უნდა მოახდინოს. იმიტომ რომ გონია რომ ესეც ის გადატრიალდება და ის ჩადებულია, ჩაიდო ტვინში. ისეთი, ესე იგი გამოდის ეს ბავშვები მომავალთაობა გარობოტებული და უпростоრად გამოშტერებულები. ლაპარაკი არ იციან. არ ვერავის ვერ ლაპარაკება. ჩვენ დროზე აღარ არის ლაპარაკი, ჩემი შვილები ეზოში გაიზარდნენ ხოლმე, თამაშობდნენ სხვები და შვილიშვილებიც. აი ახლა თანამედროვე ბავშვები უკვე მეგობრები არ აყავთ. ტირიან ბავშვი მეგობრები, ვინსთან უნდა იმეგობრო. იმიტომ კი არა არ უნდათ მეგობრები. აი ვისთან მეგობრები. რობოტთან. ხო, მაგრამ არიცი კლასშიც რო არიან კლასელები. არიციან როგორ იურთიერ რა, გაკვეთილეს იქით რა ურთიერთობები კონდეს. გამხელანი ჭიკდება მე აბა ეგ ჩვენი ერის განადგურების ერთ-ერთი ნიშანია. ჩვენ ჯერ ამას ვერ ავგრძნობთ. აი ეს თაობა რო უკვე 10 წლის მერე იქნება, სულ გამოშტერებულები იქნები. არ თამამო, არ იციან როგორ მოიქცე, მოქცევის ისა. ხო, ვინ უნდა ასწავლოს ტელეფონმა? მოქცე, აი უცბად, აი ყველაფერი შუქი რაღაცები რო წავა და აი საერთოდ ინტერნეტი გათიშო, არ ეცოდინებათ რა უნდა ქნა. ფიზიკა სხვათა შორის მამა ძალიან სერიოზული დამეებია. ხო, მაგარი დამოკიდებული ხდები რა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ძალიან. სამწუხაროდ სკოლა ამას ვერ აკონტროლებს. ეხლა მოდი ვთქვათ რა, ნუ შეგვეშინდება და ნუ შეგვწება, იმიტომ რომ თუ ჩვენი სისუსტეები არ თქვით ამას ვერც გამოვასწორებთ. ყველა ბავშვი დადის რეპეტიტორთან. ყველა საგანში. მას სკოლები რისთვის არის? ჩემთვის ერთთან არ მივდივარ. გამოცდებით უნივერსიტეტის ისე ჩავაბარე, რომ საერთოდ ის არ მყოლია, რომ დახვდათ. ყველა ბავშვი დადის რეპეტიტორთან, თუ ცოტა შესაძლებლობა გქონდეს. ხო, ვერ ხვდები. მაშინ ისთვის არის სკოლა. და მე-12 კლასი კიდე საერთოდ არავინ არ დადის. ვის უხდიან ხელფას? მასწავლებლებს გაკვეთ. ამ ბავშვები რას აკეთებენ? 1000%. მე ჩართული ვარ, ამას მაინტერესებს რა. ხოდი ამაზე გავაკეთოთ, მამა, ხშირად გადაცემით. ძალიან დიდი შეამოვნები. სამწუხაროდ ეხა დრო იწურება. მე ერთი პერიოდი გეტყვით. ერთი პერიოდი გეტყვით. ვიყავი პატრიარქის კათოლიკოს პატრიარქის მდივანი. და პატრიარქმა ადრე ჩვენ ბევრ საკითხებზე გვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ სკოლასთან რაღაც ურთიერთობა ეს საბჭოთა პერიოდში რო დამთავრდა და უკვე თავისუფლები ვიყავით ეს 90-იანი წლების შუა პერიოდში იყო. და დამავალა პატრიარქმა მოდი მინისტრთან მივიდეთო და რაღაც საერთო რაღაცები გავაკეთოთ. რომ სკოლას დავეხმაროთო ჩვენი ცოდნითაო გამოცდილებითო და რაღაცა შევიტანოთო ისეთები, რომელიც ჩვენ ბავშვებს გამოადგებათ. და მივედი მე მინისტრთან და მივუთხარი კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და თხოვნით მოვედით რომ იქნება რაღაც საკითხები. რა მითხრა იცით?
მე არ გვარსა და სახელს არ ვიტყვი. თქვენი საქმე, ჩვენ ნუ შეერევით, ჩვენ თავი დაგვანებეთ. ეს იმას ნიშნავდა, თავი დავანებეთ, მაგრამ შემდეგ იყო საღვთო ჯულის კითხულობდით, შედგა ნორმალური ურთიერთობა, ერთ-ერთი ამ პროგრამის შემდგენელი გახდით მეც საეკლესიო მხრიდან და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი ერთად სამინისტრო და მომზადეთ მე პედაგოგებიც. იმიტომ რომ ეს საგანი რო არის თუ არავინ არ ასწავლა, რადგინა მარტო საგანი. და პედაგოგებს ვასწავლიდით ძველ აღთქმას, ახალ აღთქმას, ვამეცადინებდით, რომ რაზე გაემახვილებიათ ყურა. მე პირადად მაინტერესებდა ეს საკითხი და ორ სკოლაში 2 წლის განმავლობაში ყველა კლასში ვიყავი. ყველა კლასში. მაინტერესებდა ეს. გითხარით თქვენ სხვა გაცნობებში და მაინტერესებდა. შემდეგ აღარ გვინდა ღმერთი შებულებაში გაუშვეს ვიღაცებმა და გადაშოშო ჩემ ბავშვობაში აი ძალიან დიდი წვლილი გაქვს ნათამაშები ჩემ იმაში ეკლესიურ ცხოვრებაში ამ ხრი მაშინ ლურჯი მონასტერი იყო ვერაზე ცხოვრობდი და ლურჯი მონასტერი იყო მაშინ თქვენ აღადგინეთ ეს ტაძარი და მანდ იყავით თქვენ მაშინ მამა ზაქარია რო გერქვა და ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები ხალხი ვერ ეტეოდა კაცო ხო მამაო და ძალიან დიდი თქვენ იყავით მე-100 მღვდელი იყავით მაშინ თელ საქართველოში წარმოგიდგენთ ეხა 1099 წელში სუ 100 მღვდელი იყო წარმოვიდგინეთ ისიც ასაკოვნები და მამაო ბეჭვის ხიდზე გავიარე და გადავრჩით ხო ის შეწევნით გადავრჩით იმიტომ რომ იმდენად დიდი რეპრესია განიცადა საბჭოთა პერიოდში ეკლესიამ რომ 32 ეკლესია იყო საქართველოში დარჩენილი თელ საქართველოში წარმოიდგინეთ ცხეთიდან ქუთაისამდე ერთი ეკლესია იყო მარტო მოქმედი ხაშურში სადაც დავიბადე გავიზარდე არ ვიცი ახლა ეს იქ დანარჩი ესე იგი ცხეთიდან ესე იგი არც კასპში არც გორში არც ქარელში არც ზესტაფონში არც ბორჯომში არც ახალციხეში არც სამტრედი აი ესე იგი არ იყო ეკლესიები და ცხეთა შედი ცხოველი იყო და თბილისი იყო და დავით გარეჯი არა გარეჯიც მე არა გარეჯიც მე მამა დავით გავრეჯელის ის არა თბილისში რამდენიმე ეკლესია იყო სიონი იყო დიდუბე იყო მამა დავითი იყო ბარბარეს ეკლესია იყო ეს ცოტა გვიან გაიხსნა ტვერელი და ის იყო კიდე რაღაც იმის მეტეხი მე მახსოვს პირველად როდესაც 88 წელში გაიხსნა პირველი მეტეხი იყო თეატრი იყო იქა და თქვენ უკვე მღვდელი ხართ არა მე არ ვიყავი მღვდელი მე 99-ში ვაკურთხ 88-ში გაიხსნა მე გაიხსნა ის ვარანცოვზე ნიკოლოზის ეკლესია და მე გაიხსნა ეკლესია ძალიან დიდი პატრიარქი ყავს რა აი ძალიან და მადლობა მაგრამ მე რა ვინაფასებს და ვინოს ქრისტეს არ უსმენენ და მე სულაც არ მიკვირს რომ პატრიარქს არ უსმენდნენ და არ უჯერებდით რამდენი რამე თქვა რომ ერთი თუნდაც რომ ღრმა აზროვნება შემოვიტანოთ რა ღრმა აზროვნება რაც აქონდა ისიც აღარ აგვაგდა და გამოშტერდა ხალხი პროგრამები გადაგვიყვანეს ნიგერიისა და მოზამბიკის დონეზე და განვითარებული ქვეყანა ეგ მამა ბოროც უნდა სპეციალურად კეთდება ეგ რომ დამცირდა შენი ჭირი მესმის რომ უნდათ მაგრამ შენ რას აკეთებ მამა დედა შენ შვილს აგერ რყვნიან და აუბედურებენ შენ აბა ოჯახ სახელმწიფო ეგ არის სწორედ რომ აკონტროლო რა ხდება სხვამ რატო უნდა გიკარნახოს რომ შენი შვილი მათხოვარი გახდეს და ნარკომანი გახდეს და ის საოცარი რამეები ხდება საოცარი მართლა ხო და მე არ მესმის რა არ მესმის რაღაცეები შეიძლება მე ჩამოურჩი შეიძლება ჩემი განათლება არ ყოფნის ამას რაღაცები მაგრამ გული მткиო ხედავ რომ ეს ყველაფერი თუდად დააღუპეს მამა ამ ნარკოტიკები და ამ აი ცუდი ხრივ მამაო ჩემ ხელა ბიც მშობელი არ ყავს მამა შენ ყველა გავიზარდეთ ყველანი უმამოთ შენ ნარკოტიკებმა იმან დააღუპა მთელი შენ გახარებას გეტყვით იმას სამწუხაროდ დრო აღარ არის თქო დიახ
ხო, კი, მაი თქვით მამა აი ისეთი რაღაცას გეტყვით, რომ ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატებმა 90-იანი წელი, 2000 წელი არ არის, რამდენიმე წამს გამოაცხადა, რომ საქართველოში 400,000 ნარკომანია. გამოდიოდა რომ ყველა ოჯახში 4 მილიონზე თუ ერთი ნარკომანი გამოდის ოჯახში. საიდან მოდიოდა ეს ნარკოტიკები? აი ახლა ამდენს რო იჭერენ და ატყუ იმაშვებიან კონფისკაციას, ადრეც ხო იყო. ბოდიშ გიხდით რა, აი. ხო, არა. შალაპარაკო ბევრია და სათქმელი ბევრია და სამწუხაროდ. აი, შემდეგში აუცილებლად ჩვენ დავამატოთ აუცილებლად და ისე ვიტყვი რომ დროს მეცავი და ისე ვქნათ რომ აუცილებლად ერთ ორი ჩვენ დრო არასოდეს არ გვეყოფა. არასოდეს არ გვეყოფა, მაგრამ აი 2 საათიანი იქნებ იმას ვქნათ. აუცილებლად გემშვიდობებთ, ყველას მოგიკითხავთ, პატიმრებს განსაკუთრებით იმ ადამიანს, ვინც განსასწრებში ხართ, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ, ძალიან მიყვარხარ და იცით რომ მთელი ჩემი გული თქვენთან ვარ და ლოცვებში მომიხსენიეთ აუცილებლად რომ რაღაცნაირად ისევ სულ კომუნიკაცია გქონდეს ხოლმე და გაუძლოთ ამ ყველაფერს იმ ტკივილს და აუცილებლად მეც ყველას მოგიხსენიებთ და ბედნიერებას გისურვებთ. მამა პეტრე ძინძიბაძე გახდა ჩვენი სტუმარი, არქიმანდრიტი კაცი და დიდ მადლობას მოგახსენეთ მამო, რაც საქართველოსთვის გაქვთ მართლა გაკეთებული, ყველაფერი ვიცი რა მხელა აწლშიც იყავით, არ გიყვართ ხოლმე ქება და იქით ერთ-ორ კვირაში მამა აუცილებლად დროს ავიღებ მეც და აუც თავს აქნეს ახლა არ თქვა რა არ ვამბობ. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგს გისურვებთ და კვირას გავა ეს გადაცემები განმეორებით და ორ შაბათს სავარაუდოდ 6-ის ნახევრისათვის მე დაგიბრუნდებით და ისე სამშაბათს და 4 შაბათსაც საღამოს 8-ის ნახევარზე სულ იქნება ეს გადაცემები. მე გახდით გიორგი დარასელია, ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონ და იქ იდება ეს გადაცემები. კარგად ზანდებოდეთ დროებით და ბედნიერებას გისურვებთ.